მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა, ჩვენ ვართ დღეს შესანიშნავ ადგილას, სადაც ძალიან მალე დაიწყება აქ შეჯიბრებები, მოეწყობა სერიოზული მაგარი ივენთები, მანქანების, იქნება დრიფტები, კვამლები, ბოლები და ასე შემდეგ. ეხლა რას ემსახურება ჩვენი დღევანდელი ვიდეო? პრინციპში ეხლა ჩემ მეგობრებს მე თუ ვეხმარებოდი რაღაც მანქანების გაყიდვაში ჩემი ვიდეოები და სხვადასხვა ფაქტიურად თუ 10 ვიდეო ჩვენ გავაკეთეთ გასაყიდ მანქანაზე, ამ 10-დან 10-ვე გაიყიდა. პირველი შემთხვევა არის, როდესაც ჩემი საკუთარი მანქანის გაყიდვის ვიდეო უნდა ჩავწერო. რომ გითხრათ სიმართლე, რა თქმა უნდა, ძალიან მენანება ეს მანქანა გასაყიდათ, მაგრამ სამსახურეობრივი, ასე ვთქვათ, ვალდებულება მაქვს ისეთი, რომ მჭირდება უფრო დიდი მოცულობის მანქანა და რა თქმა უნდა, თავისთავად უნდა ვიყიდო ისევ Subaru. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მოდელი, იცით თქვენ ყველა ვიდეოებში მე მაქვს ნასაუბრები, არის 2004 წლიანი, 2005 წლიანი Subaru Legacy ვაგონი. ნუ მაგის რესტაილინგი ხო საერთოდ საოცრება არის, ჩემთვის პირადად 2008 წლიანი, რომელიც მყავდა. მაგრამ ამ შემთხვევაში გადავწყვიტე, რომ ვიყიდო Subaru Outback-ი, რომელიც ძალიან მაგრად მომწონს და მიყვარს, მყავდა ეს კუზაოც 2013-2014 წლიანი. მოკლედ საჭიროება მოითხოვა და აქედან გამომდინარე ვყიდი აი ასეთ შესანიშნავ მანქანას. Subaru Levorgi 2016 წლიანი 1.6 turbo. პრობლემა არასოდეს არ შექმნია ამ მანქანას, მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც თქვენ გახსოვთ რამოდენიმე თვის წინ სუპერი რო გაქრა საქართველოში და რაღაც ნაგავი საწვავი რო შემოვიდა, აი მაგ პერიოდში რო დავიწყე სხვა საწვავის ჩასხმა, მაგის შემდეგ შეექმნა რაღაც პრობლემები. Map sensor-ზე ვფიქრობდი მე პირადად შევცდი, გამოვცვალე. სულ ტყუილად თურმე მუშაობდა ჩემი map sensor-იც რა და ანსი მოტორში მყავდა მიყვანილი. სადაც მოკლედ ბიჭებმა შეამოწმეს, სხვადასხვა მინდა რომ აი გინდა რეკლამაში ჩამეთვალეთ როგორც გინდათ ისე ანსი მოტორსი არის აი ერთ-ერთი საქართველოში მართლა ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური ადამიანებით დასაქმებული კომპანია მოგემსახურებიან, აი ძალიან ძმაკაცურები არიან, ძალიან მეგობრულები არიან და აი ბიჭებს რეკომენდაცია და მოკითხვა ჩემგან და მოკლედ ბიჭებმა გამირკვიეს საბოლოო ჯამში, ნუ პრინციპში მე უთხარი რა პრობლემების მანქანას ჰქონდა და აღმოჩნდა ბენზინის ტუმბოს, ანუ საწვავის ტუმბოს ფილტრი მოხსნეს ბიჭებმა და შიგნით იყო ეს რაღაცა აი პლასტენილივით რა, აი რაღაცა ყავისფერი ტაოტი წარმოიდგინეთ. მოკლედ ერთი სიტყვით ფილტრი გამომიცვალეს ბიჭებმა, მითხრეს, აბა მიდი მოსინჯეო რასიზამს ტრასაზეო და გავედი და ეგრევე 180 დავადებინე რა. მოკლედ ძალიან მაგრად დარბის. შემდეგ მივიყვანე 150,000 კილომეტრი აქვს ამ მანქანას გარბენი და სავალ ნაწილზე ფაქტიურად არ არის საერთოდ არ იყო თითი დანადები. სულ ქარხნული ყველაფერი რა და ნუ უკვე 150,000 კილომეტრი რო აქვს მანქანას გარბენი, თავისთავად მას სჭირდება, ხო? უკვე რაღაცა ხელი შევლება. მივიყვანე და რაც იყო შესაძლებლები, მოკლედ ყველაფერი განვაახლე, მაღალი ხარისხის იაპონური ნაწილები დავაყენე და აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მანქანა არის გამართული. ამ წლოვანების, ამ მოდელს, რაც კი შეიძლება ჰქონდეს, აბსოლუტურად ყველაფერი აქვს. კამერები, აი აქაც კი კამერა აქვს, რომ ბორდიულთან ახლოს რომ მივიდეთ და მეტი კომფორტი იყოს და რამე არ გავაფუჭოთ და ასე შემდეგ რა. ზოლის კონტროლი, კამერები წინ, აი ყველაფერი დაღჭურვილი არის. სტარტოპზე და ეხა ეგეთ რაღაცებზე და სენსორზე და თვითონ რო დისტანციას იცავს მანქანის შორის და რომ არაფერი ასე ვთქვათ არ გამოურთო მანქანას და წინ რაღაც წინაღობა შეხვდა თვითონ რომ მანქანა აჭერებს და ასეთ რაღაცებს აღარ ვლაპარაკობ. აი რობოტია დედას გეფიცებით, მაგრამ ის სული რაც Subaru-ს უნდა კონდეს, რა თქმა უნდა აქვს, იმიტომ რომ ჰიბრიდი არ არის და არის შიდა წვის ძრავი. მისი აჩქარება აუცილებლად უნდა გითხრათ, ეხა 1.6 არის ეხა ხო, კი, ტურბო გასაგებია, რომელიც 3000 აბაროძე ხსნის ტურბოს და ბუსტი აქვს სხვადასხვა ძალიან მაგარი. აჩქარება მისი არის 8.5-9 წამი. ეხლა ჩვენ თუ აქ პატარა რაღაცა ჩარევას გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, მეტი ეფექტი ექნება თავიდან დაძვრისას, აჩქარება ექნება ბევრად საკაიფო და 170 ცხენი კი აქვს ამას, მაგრამ დამიჯერეთ აი 180 ადებიებს, აი ძალიან მალე. ეხა ეგ დროები არ დამითვლია, რო გითხრათ სიმართლე და მაინტერესებს და მაგასაც გავაკეთებ მე. მოკლედ ერთი სიტყვით, ეს მანქანა, რომელიც არის თავიდან ბოლომდე გამართული, არაფერი არ ჭირს. შემდეგ საბა თქვენ გაჩვენებთ შიგნით, ეხლა მე არ გამირეცხია პრინციპში, მაგრამ ძრავსაც გაჩვენებთ, როგორი არის შიგნით სალონსაც, ყველაფერს აბსოლუტურად გაჩვენებთ და ამ მანქანის ფასი, რაც მთავარია და ეხლა გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, იაპონიიდან ჩამოყვანილი არის და ფაქტიურად პირველი პატრონი ვარ მე, ანუ ჩამოიყვანა ერთმა ქუთაისელმა გემრი
გემრიელმა ადამიანმა, რომლიდანაც შემდეგ ვიყიდე მე და პირველი მე პატრონი ვარ ფაქტიურად საქართველოში. დაახლოებით 1 წელი არის, რაც საქართველოში არის ეს მანქანა რა. მე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მიზის, მაგრამ ამ მანქანას დავთმობ $6,700, რომელიც არის ძალიან მაგარი ფასი. რა თქმა უნდა გვაინტერესებს საბარგული. ნახოთ რა ხდება საბარგულში. იდეალური მოცულობა არის, რომ მივხვდეთ აი მეც ჩავჯდები. შვენიერი არის. ნუ ახლა იქნა გამომდინარე რომ მე თითქმის 2 მეტრი ვარ. ცოტა თავი ზემოთ არის აწეული ჟირაფივით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ძალიან კარგი ფართი, როდესაც ეგ საოჯახო მანქანა არის პრინციპში და როდესაც ადამიანები ასე ვთქვათ დასასვენებლად სადმე მიდიან ოჯახთან ერთად ან საპიკნიკოდ, ბევრი რამის ჩადება შეუძლიათ აქ ბარგის, საჭმელების ველოსიპედის და ასე შემდეგ რა. თავისთავად გადადის სავარძლებით და ორჯერ მეტი არა, კიდევ უფრო მეტი ადგილი იჭითება. ძალიან მაგარია. მართლა ძალიან მაგარია. საოჯახოდ არის ძალიან მაგარი მანქანა. ძალიან მარტივადაც იხურება. ხმაც არა აქვს. შემაწუხებელი, როგორც ხდება ხოლმე. სათვალე გავტეხე. ბიჭო, რომელიც საზღვარგარეთიდან გამომიგზავნეს. აუ, მაგრამ შუშა როგორ არ გატყდა. აუ, გული დამწყდა, მაგრამ გავაკეთებ, რაღაცას ვიზავ რა. აბა კაპოტ ქვეშ რა მონსტრი, პატარა მონსტრი იმალება, ეხლა ვნახოთ. ვიზუალურად მოკლედ მე ნებისმიერი Subaru-ს კაპოტის ქვეშ რაც არის განთავსებული ყველა მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზად არის ყველაფერი და კომბინირებულად ჩალაგებული. ხუფიც კი ძალიან შვენივრად არის და ლამაზად. არ შეგწყვება მოკლედ, სადაც არ უნდა იყოთ და კაპოტს რო ახთით, Subaru-სას არასოდეს არ შეგწყვებათ რა. გინდა ტურბო იყოს, გინდა ჩვეულებრივი ძრავი იყოს. ყველა ესე იგი Subaru ძრავის ფიზიკურობა მე პირადად ძალიან მომწონს. არიან მანქანები, ჩვენ ვიდეოებშიც გვაქვს ძალიან ბევრი მოკლედ გადაღებული, აი კაპოტის ახთაც რო აი გეზარება რა და გეზიზღება რა და Subaru-ში ესე არ არის. Subaru-ში ნამდვილად გზიამოვნებს თუ ავტომოყვარული ხარ და მანქანა კარგად იცი. პრინციპში იაპონურ მანქანებს აქვს ეგ პლუსი, რომ მათი ასე ვთქვათ ძრავები არის იდეალური. ნუ ყველაზე არ ვსაუბრობ ეხლა და ის რო არის, რა ქვია, X-Trail რო არის ეხლა მაგალითად და რო ახთი კაპოს და ახთა არც გინდა კაპოს ძრავი რო რაღაცა არის ქვემოთ ჩატენილი. მაგაზე გვაქვს ჩვენ ვიდეო გადაღებული და მაგრად ვიცინეთ და ვიღადავთ კიდევაც. Subaru-ში ეგრე არ ხვდება რა და არის ძალიან მაგარი რა, მოკლედ რა. 1.6 turbo 170 ცხენი. ესაც ჩვენი მოკლე ვიდეოს დასასრული. როგორც გითხარით, მანქანას გავასხვისებ და შეველევი $6,700. აბსოლუტურად არაფერი არ ჭირს, არის ძალიან მაგარ მდგომარეობაში და გამართული და რაც თავარი არის და მნიშვნელოვანი არის, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება.